მეცადინეობა 22-ის პირველი ნომერი. ამ ნომრის ქვენომრებში მოგვეთხოვება ერთნაირი ფუძიანი ხარისხების გამრავლება და გაყოფა. როგორც ვიცით, ერთნაირი ფუძიანი ხარისხების გამრავლებისას ხარისხის მაჩვენებლები იკრიბება, ხოლო ფუძე უცვლელი რჩება. ამ კანონის მიხედვით ხდება სწორედ პირველი ნომრის ქვენომრებში მაგალითების შესრულება. განვიხილოთ პირველი ნომრის პირველი ქვენომერი. ბ-ხარისხად 3 გამრავლებული ბ-ხარისხად 7-ზე გამრავლებული ბ-ხარისხად 5-ზე. ეს იქნება ბ-ხარისხად ხარისხის მაჩვენებლად და შევკრიბოთ. ესე იგი, ხარისხის მაჩვენებლად იქნება 3 + 7 + 5 და ეს არის 15. ამრიგად საბოლოოდ მიიღება ბ-ხარისხად 15. პირველი ნომრის მეორე ქვენომერი. a-b ხარისხად 4 უნდა გაამრავლოთ a-b ხარისხად 16. როგორც ხედავთ, ისევ გვაქვს ერთნაირი ფუძიანი ხარისხების ნამრავლი. ცხადია, ფუძე იგივე რჩება და ხარისხის მაჩვენებლები კი შეიკრიბება. 4 დამატებული 16 არის 20. ამრიგად საბოლოოდ მიიღება a-b ხარისხად 20. პირველი ნომრის მესამე ქვენომერი. x + 2 მესამედი ხარისხად 13 გამრავლებულია x + 2 მესამედი ხარისხად 5. როგორც ხედავთ, ისევ გვაქვს ერთნაირი ფუძიანი ხარისხების ნამრავლი. გადამრავლებისათვის საჭიროა ხარისხის მაჩვენებლები შევკრიბოთ. ამიტომ მიიღება x + 2 მესამედი ხარისხად 13 + 5, ანუ x + 2 მესამედი ხარისხად 18. სრულიად ანალოგიურად ხდება ერთნაირი ფუძიანი ხარისხების გამრავლება.